იმიტირებული შეჯახება და უსაფრთხოების ღვედების საშუალებით გადარჩენილი ეკიპაჟის წევრები საპატრულო პოლიციაში დღეს შეიკარი ღვედის შენის სიცოცხლისათვის აქციის ფარგლებში სპეციალური ჩვენება მოეწყო. დანადგარის საშუალებით, რომელიც 30 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებდა ავარიული შეჯახების დროს, ღვედის გამოყენების აუცილებლობის დემონსტრირება მოახდინეს. აქციაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დაშვება ხანმოკლე იყო, თუმცა ეფექტური ეკიპაჟის ორივე წევრმა იმიტირებული შეჯახებისას თავდაცვა რეალურად მოახერხა. მათი უსაფრთხოება კი ღვედებმა განაპირობა. ღვედი აშკარად აგვიხმარა მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების სისწრაფე იყო 30 კმ/სთ, ძალიან დიდი იყო სარწმის ძალა და ინერცია. ხშირი არის შემთხვევები, როდესაც ავტოსაზღვრო შემთხვევების დროს უსაფრთხოების ბალიში არ იხსნება და ამიტომ უფრო რეკომენდირებულია, რომ გამოიყენონ მგზავრებმა უსაფრთხოების ღვედი. ღვედების გამოყენების აუცილებლობის დემონსტრირებას აქციის ორგანიზატორები საპატრულო პოლიციის ეზოში ცდილობდნენ. გამაფრთხილებელ აქციას თვალს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებიც ადევნებდნენ. სამართალდამცავები განმარტავდნენ, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას მზღვრებს კანონი მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე ავალდებულებს. თუმცა ღონისძიებაში მონაწილე ორივე მხარე მგზავრებს ღვედებით სარგებლობას ქალაქში გადაადგილების დროსაც ურჩევდნენ. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს და გამოსცადოს საკუთარ თავზე, თუ რამდენად მართლაც ეფექტურია უსაფრთხოების ღვედების დაბმულ მდგომარეობაში მგზავრობა. შესაბამისი სტატისტიკა და მინდა უშო დაახლოებით 80% გააჩნია რა სიჩქარის მოძრაობს ავტომობილი ღვედის მოხმარების დროს დაზღვეული არის სიტუაცია. აქციის ორგანიზატორები ღვედების ეფექტურობის გამოცდა სპეციალური დანადგარების საშუალებით დღეს რიგით მოქალაქეებსაც სთავაზობდნენ. ნამდვილად ძალიან ეფექტურია, როცა ჩვენ თვითონ გამოსცია აქ მდგომარე, ამ ეფექტს რამდენად იხსნავს ჩვენ ღვედი. ჩვენ დათვალეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაგრძელოთ ეს აქციები. ეს დანადგარი 30 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობისას შეჯახების იმიტაციას ქმნის. ასე რომ ნებისმიერ თქვენგან შეუძლია გამოსცადოს, რამდენად არის მისი სიცოცხლე დაცული, როდესაც ღვედი აქვს შეკრული. დანადგარის გამოცდის წინააღმდეგ ქართველი მძღოლები არ გამოდიან სამაგიეროდ ქალაქში ღვედებით გადაადგილების ალბათობას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილი მოძრაობის გამო სწრაფად სიარულს ისედაც ვერ ახერხებენ, რაც მათ უსაფრთხო მგზავრობას განაპირობებს. ქართველი კაცის დაბმა არ შეიძლება ელოცონ საჭესთან მიჩნდეს. დაიბას ის ვინც არაპროფესიონალია, პროფესიონალი დაბარათუნა. თქვენი სიცოცხლე როდესაც საფრთხეში ვარდება? ჩემი სიცოცხლე ჩემია ელოცონ. რამნები საჭიროა მარტო ქალაქში. ქალაქში მაინც როგორც უნდა იყოს 50-ზე მეტ ვერ იქნება. მაგ სიჩქარის უკვე არ არის ისეთი საფრთხეები. შეიკარი ღვედის შენის სიცოცხლისათვის ამ სლოგანით ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის და Toyota კავკასიან მთელი საქართველოს შემოვლას გეგმავს. სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით კი, რომლის მიხედვითაც საგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალ ჯგუფს მოზერდები წარმოადგენენ, გამაფრთხილებელი აქცია სკოლებშიც გაიმართება.